იყო დრო, როცა ქვეყნიერება ჯერ არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ მუსიკა. ამ დიდი სიმღერის შემდეგ ღვთაებათაგან უდიდესი, მანუე, ილუატარის ნებას მიჰყვა და გახდა არდას დედამიწის პირველი მეფე. მისი ძელა ქარშია. ღრუბლებისკენ მოდის სიო, ბალახს არწევს და ცასა და ნისლში პოულობს სიხარულს. ფრინველები მისი მარჯვენაა, ყველა ფრთამოსილი მის რჩევას ემორჩილება. მანუეა არდას სუნთქვა, სულიმო ჰაერის მეუფე. მანუეს გვერდით მუდამ დგას ვარდა, ვარსკვლავთა დედოფალი. მის სახეზე ილუატარის ნათელი ცოცხლობს. როცა მანუე ზის ტანიკვიტელის ცოვნიან მწვერვალზე და გვერდით ვარდას იწვევს, მისი მზერა და სმენა აღწევს მთებს, ზღვებს და იმ ბნელ ადგილებსაც კი, რომლებიც მელკორმა დაჩერდილა. იგი მელკორს მუსიკის შექმნამდე იცნობდა და უარყო. მისი ძლიერებას მელკორი კი შიშით ხედავდა. ვარდას არსებობა ნიშნავს სინათლეს, იმედს და გზას სიბნელიდან. მანუე არის სული არდასი, ხოლო ვარდა მისი ნათება. ერთად ისინი ქმნიან სამყაროს სუნთქვას და ვარსკვლავების მელოდიას, ჰაერის ტალღებსა და ცის უსასრულო სიბრტყეში. ულმო წყალთა მეუფეა. იგი ეულია. დიდხანს არსად სახლობს, სურვილისამებრ დაცურავს მიწის ზედა ან მიწის ქვეშა წყალთა სიღრმეებში. მხოლოდ მანუეს ჩამოუვარდება სიძლიერით და ვალინორის აშენებამდე მისი უახლოესი მეგობარი იყო. ახლა იშვიათად გაესწრება ვალართა ბჭობას, მხოლოდ მაშინ, როცა ფრიად საჭირბოროტო საქმედ განიხილავენ. მთელი არდაა მისი საზრუნავი და სახლი არ ჭირდება. გარდა ამისა, დიდად არ უყვარს სიარული მიწის ზედაპირზე და არც სხეულით იმოსება, განსხვავებით ნათესავთაგან. მისი დანახვა თავზარს ცემდა ერუს შვილთ, რამე თუ წამოდგომა ზღვის მეუფისა, გავს ბუმბერას ტალღას, ხმელეთის წასალეკად რომ მოიწევს. წყლის ქაფის ქოჩრიანი შავი ჩაფხუტი ახურავს თავზე და ვერცხლისპრად და მუქმწვანედ გიზინავს მისი ჯაჭვის პერანგი. მაღალია მანუეს საყვირები, მაგრამ ბოხი და ღრმა ხმა ულმოსი, ღრმა, ვითარცა ღრმულები ოკეანესი, ოდენ მას რომ უნახავს. ულმოს ძლიერ უყვარს ელფნი და კაცნი და არასდროს მიუტოვებია ისინი, მაშინაც კი, როცა ერუს შვილთ ვალართა რისხვა დაატყდათ. ხანდახან უხილავად მიადგება იგი შუახმელეთის ნაპირებს, ან ზღვის ვიწრო ყურეებს აღმა აუყვება და თეთრი ნიჟარისგან გამოთლილ ბუკებს, ულუმურებს ჩაჰბერავს. ის, ვისაც ამ ბუქთა ხმიანობა გაუგუნია, სამუდამოდ ზღვისკენ მიილტვის, რამე თუ მუსიკა ზღვისა მის სულში იბუდებს. უფრო ხშირად შუახმელეთის მკვიდრთ ულმო წყლის ჰანგებით ელაპარაკება, ყოველ ზღვას, ტაბას, მდინარეს, შადრევანსა და წყაროს ხომ იგი განაგებს. ამიტომაც ამბობენ ელფნი, ულმოს სული დედამიწის ძარღვებში მიედინებაო. ამგვარად არდის ყოველ გასაჭირ დაუბედურებას ულმო მიწის სიღრმეშიც კი პირველი იგებს და მყისვე მანუეს ატყობინებს. აულე ულმოსზე ნაკლებ ძლევა მოსილია. ყოველი ნივთიერება, რისგანაც კი არ დაშედგება, მას ეკუთვნის. თავდაპირველად მანუესთან და ულმოსთან ერთად იღვწებოდა იგი და ხმელეთის მოწესრიგება ევალებოდა. აულე არის ხელოსანი, მჭედელი და მცირედის ქმნაც ისევე უხარებს გულს, როგორც მაღალი ნაგებობის შენება. მისია მიწის ქვეშ ჩამარხული ყოველი ძვირფასი ქვა და ოქრო, რომ ხელს გვიმშვენებს. მისია მთების კალთები და ზღვის ფსქერები.
ბევრი რამ ისწავლეს მისგან ნოლდორებმა. აულე მუდამ მეგობრობდა მათთან. მელკორს შურდა აულესი და ყოველთვის ხელს უშლიდა მას. მის ნაშრომს წაბილწავდა ხოლმე, ხოლო აულე დაუღალავად აღადგენდა ყველაფერს, რაც მელკორმ დააზიანა და დაანგრია. ორივეს უნდოდა ახლის შექმნა, იმის, რაზეც სხვებს არასოდეს ეფიქრათ და ისეთი ქმნილების, რომელიც ყველა შეაქებდა და ამით ერთმანეთს გაავდნენ. თუმცა აულე მუდამ ერუს ერთგული იყო, მის ნებას ემორჩილებოდა. სხვათანაოს ტატარის არასოდეს შურდა, მრჩევა სხვასაც თხოვდა და თავადაც აძლევდა. ხოლო მელკორი იმდენად დააბრმავა შურმა და სიძულვილმა, რომ ბოლოს სხვათან აზრევის მოპარვა და მიბაძვა დაიწყო, ხოლო მათ ნამუშევარს ანადგურებდა თუ ძალა შესწევდა. აულეს მეუღლე არის იავანა, ნაყოფთა მბოძებელი. ის უყვარს ყოველივე რაც მიწაზე ხარობს. ძველის ძველი ხეები სოფლის ტყვეებში, პატარა ხავსი ქვის ფერდობზე, ან სოკოები ღამის ნესტიან მიწაზე, ყველა მის მზრუნველობაშია. ვალართა შორის იავანა არის ვარდას ქვემდგომი. ტანმაღალი მწვანედ შემოსული ქალის სხეული აქვს, თუმცა ხანდახან სხვაგვარ იერსაც იღებს. მას უნახავთ ვითარცა უზარმაზარი ქე, მზით თავდამშვენებული, ღია ცის ქვეშ მდგომი. მისი ტოთებიდან ოქროსფერი ცევა გადმოიფრქვევა და უნაყოფი მიწაზე მწვანე ყლორტები იბადება. ქეს ულმოს წყლებში გაუდგამს ფესვები, ხოლო მის ტოთებში მანუეს ქარი ჩურჩულებს. ელფთა ენაზე მას ეძახიან კემენტარია, მიწის დედოფალს. ფეანტურები, სულთა ბატონები, ძმები არიან. მანდოსი და ლორიენი ასე უწოდებენ მათ, რადგან ასე ჰქვიათ მათ სამოსახლოებს და სახელებიც მათგან მიიღეს. ხოლო მათი ნამდვილი სახელები არის ნამო და ირმო. ნამო უფროსი ძმა, სახლობს მანდოსში, რაც ვალინორის დასავლეთითაა. ის მკვდართა დარბაზების მცველი და მოკლულთა სულების გამომხმობია. არაფერი ავიწყდება და იცის ყოველივე, რაც უნდა მოხდეს, ოღონდ იმდენი, რაც ილუვატარს ვალართაგან არ დაუფარავს. ნამო მსაჯულია ვალართა, თუმცა განაჩენი მხოლოდ მანუეს თხოვნით გამოაქვს. მისი მეუღლე ვაირემ ქსოველიაა. თუ კი რამ ყოფილა, არის ან იქნება, ყოველივეს თავის ვეება ქსელებში აქსოს იგი და ეს ქსელები მოსავს კედლებს მანდოსის დარბაზებისა, რომლებიც რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება. ირმო, უმცროსი ძმა, ხილვათა და სიზმართა მომლინებელია. ვალართა მიწაზე ლორიენის წალკოტშია მისი სამკვიდრო. ამ ქვეყნად ულამაზესი ეს წალკოტი, სავსეა სულებით. ირმოს მეუღლე არის ესტე, სათუთი მკურნალი ჭრილობათა და დაღლილობის გამქარებელია. მას რუხი სამოსი აცვია და მისი ძღვენი დასვენებაა. დღისით არ დადის, არამედ ლორელინის ტბის პირას,
ხეთა ჩრდილში სძინავს. ესტეზე ძლევამოსილია ნიენა და ფეანტურთა მისი ძმების მსგავსად, მისთვის ნაცნობია სევდა და ნაღველი. ის მარტო ცხოვრობს. მელკორისგან არდისთვის მიყენებულ ყოველ იარას ფრიად განიცდის. იმდენად მწუხარეა იგი, რომ როცა ვალართა თვალწინ მუსიკა იშლებოდა, მისი სიმღერა გოდებაში გადაიზარდა. თუმცა, ნიენა თავისთვის არ მოთქვამს. ვინც მას მოусმენს, სიბრალულსა და გამძლელობას სწავლობს. მანდოსში მყოფნი შესტირიან მას, რადგან ნიენა ამხნევებს სულს. ძალღონითა და საგმირო საქმეებით ცნობილია ტულკასი, მეტსახელად ასტალდო, ანუ მამაცი. ის ბოლოს მოვიდა არდაში, რათა მელკორთან პირველ ომში დახმარებოდა ვალართ. მას ჭიდაობა და მკლავჭიდი უყვარს. ცხენი არ ახავს, რამე თუ დაუღალავი და ფეხმალია, ვერა სულიერი ვერ გაუსწრებს. თმაც ვერი ოქროსფერი აქვს, კანი წითელი, მისი იარაღი ხელებია. არც წარსული და არც მომავალი დიდად არ ანაღვლებს. რჩევლად არ ვარგა, სამაგიეროდ გაბედული მეგობარია. მისი მეუღლია ნესა, ორომეს და ისიც მარდი და მარჯვია. ნესას ირმები უყვარს, ვერა ირემი ვერ გაუსწრებს ნესას, როცა ისარივით სწრაფად მიქრის და თმა უფრიალებს. ცეკვა თამაში უხარებს გულს. ორომე ძლევამოსილი მეუფეა. თუმც კი ტულკასივით ღონიერი არ არის, სიბრაზის ჟამს ბევრად საზარელია. ორომეს შუახმელეთი უყვარდა და ყველაზე ბოლოს უხალისოდ გადასახლდა ვალინოში. ძველად ხშირად ბრუნდებოდა აღმოსავლეთში, ურჩხულებსა და საზარელ მხეცებზე ნადირობს იგი. ორომეს ხეებიც უყვარს, ამის გამო ალდარონს უწოდებენ, ხოლო სინდარულად ტაურონს, ტყეთა მეუფეს. ნახარი ქვია მის რაშს, მზეზე თეთრად და მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოლაპლაპეს. ვალარომა ქვია მის დიდ ბუქს, რომლის ხმაც მეწამული მზეა ამომავალი და ელვაა ღრუბლებს შორის გაკლაკნილი. ვანა, ორომეს მეუღლია ვანა, მარათხმაწვილი, უმცროსი და იავანასი. სადაც გაივლის, ყველგან ყვავილი აღმოცენდება და თუ მაგ დახედავს, გაიფურჩქნება. მის გამოჩენაზე ფრინველები ჭიკჭები-ჭიკჭიკს იწყებენ. ბოლოს დგას სახელი მელკორისა, ძალმოსილებით განდიდებულისა, რომელმაც დაკარგა თავისი სახელი, ხოლო ნოლდორნი, მისგან მეტად ნაწამებნი, არ ახსენებენ ამ სახელს და მას მორგოთს, ქვეყნიერების შაუბნელ მტერს უწოდებენ. დიდი ძალა უბოძა მელკორს ილუატარმა, მანუეს თანატოლი და თანასწორი იყო იგი, ოველთა ვალართა ძალისა და ცოდნის თანაზიარი, მაგრამ ავის საქნელად იყენებდა ამ ცოდნას, ძალადობასა და ტირანიას ახმარდა მთელ ღონეს. რამე თუ არდის დაუფლებას ესწრაფოდა იგი და მანუესა და თავის თანასწორებზე გაბატონება სურდა. საკუთარი ფრთკინვალებით დაბრმავებულმა და ქედმაღალმა შეიძულა ყველა, თვინიერ თავისა, ულმობელი და დამანგრეველი სულისა. უკეთუ ძალუძდა, თავისი მიზნებისთვის იყენებდა ყველას და უსირცხვილო მატყუარად იქცა. თავდაპირველად ნათელს ელტვოდა, მაგრამ ვინაიდან ვერ დაისაკუთრა, ბოღმისა და მრისხანების ცეცხლწაკიდებული წყუდიათში დაინთქა. დნელს იყენებდა ავის საქმეებისთვის და არდის ყოველ სულიერს შიშს გვრიდა. იმდენად ძლიერი იყო იგი, რომ უხსოვარ დროს აუჯანყდა მანუესა და ვალარებს და დედამიწის მრავალ კუთხეში ბატონობისთვის ეცილებოდა. მელკორის სიდიადის ჟამს მრავალი მაია მიეზიდა მის ბრწყინვალებას და ბნელით მოცულსაც ერთგულად ემსახურებოდნენ. ზოგი მოტყუებითა და მაცტური ძღვენებით ჩაიყენა სამსახურში. უსაშინლესნი მის მსახურთა შორის იყვნენ ვალარაუკარნი, ცეცხლოვანი შოლტები, რომლებსაც შუახმელეთში ბალროგებს, თავზარდამცემ დემონებს უწოდებენ. უდიდეს მის სახელიან მსახურთაგან ერქვა გორთაურ სასტიკი. ამ სულს ელდარნი საურონს უწოდებდნენ. თავდაპირველად აულეს მსახური იყო იგი და ფრიად აღეღემატებოდა ცოდნით აულეს სხვა მაიართ. მელკორ მორგოთის ყოველ სიავესა და სიცრუეში წილიედო საურონს და მხოლოდ ბატონს ჩამოუვარდებოდა სიბოროტით. მრავალი წლის შემდეგ აღდგა იგი, ვითარცა მორგოთის აჩრდილი და ბატონის დარად დამღუპველმა გზა მისიც სიცარიელემდე მიიყვანა.